აი ეს არის გაზეთი, რომელშიც არის მოთავსებული საქართველოს დამოუკიდებლობის აქცე ხელის მომწერთა ფაქსიმილე. აი, და მათ შორის არის ოსიკო ბარათაშვილი. ოსიკო იყო პირველი, ვინც მიიღო ოფიციალურად იურისტის განათლება. ხო ილია ჭავჭავაძე სწავლობდა, მაგრამ სამწუხაროდ არ დაუმთავრებია. ოსიკო იყო პირველი დიპლომირებული იურისტი, ვექილი საქართველოში. და აი, როდესაც სათათბიროში გამოდიოდა ორი სათათბიროს მოწვევის პირველი იყო, რომელმაც საქართველოს ავტონომია მოითხოვა, როგორც ბები ამბობდა. ოსიკო იყო სოცფედერალისტი, ნიჭიერი და ძალიან კარგი ორატორი იყო. ბარათაშვილმა პირველად 1906 წელს რუსეთის პირველ სახელმწიფო სათათბიროში საქართველოს თავისუფლების საკითხი აღძრა. წერია გაზეთში და მოტანილია მისი ფოტოა მოთავსებული აქვე. სრულიად საქართველოს სცენის მოღვაწეთა პირველი ყრილობის პრეზიდიუმი. აკაკი წერეთლის თავმჯდომარეობით და სადაც შედიოდა პაპუაც. აი აქ არის მარჯვნივ თავმჯდომარის ამხანაგები მესხიშვილი, გიოსებ ბარათაშვილი. ჟურნალი თეატრი და ცხოვრება დათარიღებული 1919 წლის 26 მაისით. გაუმარჯოს თავისუფალ ხელოვნებას თავისუფალ საქართველოში. გაუმარჯოს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. მოქალაქინო სამშობლო აღსდგა. გილოცავთ 26 მაისს. აი ესეთი მოსალმება აქვს აი ამ ჟურნალს. აქ არის ბაბუაჩემი იოსებ ბარათაშვილი, ოსიკო და დედაჩემი ჩიშანა ბარათაშვილი, ხო დე? და მამა. ხო. ძალიან ხშირად დადიოდა კონსულტაციაში მამა და მაინც წამეყვანდა ხოლმე კიროვის ბაღში. ჩვენს პირდაპირ, სადაც ცხოვრობდით იმის პირდაპირ. აი გადახვიდოდი ქუჩას და იქვე იყო. ლენინის 6 ნომერში ცხოვრობდით ჩვენ და აი ძნელი წარმოდგენა როგორ ასწრებდა ერთი ადამიანი ამდენ რაღაცას. იყოს ასე დაატვირთული სამსახურში, ამდენ ხალხს ემსახურებოდეს, იცავდეს, იყოს ამავე დროს პოლიტიკური მოღვაწე, გამოდიოდეს თავისუფლებისთვის. ისიც ვიცი რომ თავისი მოუცლელობის მიუხედავად დროს უთმობდა შვილებს, არ აკლებდა არაფერს და აკონტროლებდა სწავლობენ თუ არა კარგად, სპორტზე დაყავდა. ყოველთვის თურმე შარვალ კოსტუმში და ხალხტუხით მიდიოდა სადილად და ჯდებოდა და ესენიც ყოველთვის სადილის ისეთი წესი ჰქონდა, რომ ყოველთვის ყველანი ისე ჯდებოდნენ სუფრასთან, როგორც სტუმრად მიდიოდნენ. ეს იყო ოსიკოს ისე სადილად დაჯდებოდა ოჯახის წევრები და ამათაც ყოველთვის ეს სადილის რიტუალი ბარათაშვილებთან და ჩვენთანაც ყოველთვის ისე იყო. ყველა ცდილობდა რომ ერთად ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს რაღაცა იქიდან მოდიოდა ბარათაშვილების, ხო, ეს ოჯახის ტრადიციიდან, რომ ეს ჰქონდათ. მახსოვს კამფედებს რომ აძლევდა. გიჟდებოდა ჩემზე. პატარა ვიყავი მაინც რა. У него хороший голос был. ძალიან კარგი ხმა ჰქონდა მამა. ეს ვიცი რომ თურმე ბავშვობიდან ოცნებობდა მომღერლობას, რომ ჰქონდა ხმა განსაკუთრებული ტემბრის, ტენორი, უყვარდა ძალიან სიმღერა და მღეროდა კიდევაც ქართულ სიმღერებს, თურმე რუსულ რომანსებსაც, გატაცებული იყო ფოლკლორით და ხალხური სიმღერითაც და ეს არის ფოლკლორული ანსამბლი, რომელშიც მღეროდა, მონაწილეობას იღებდა და თარზეც უკრავდა. ძალიან კარგად ფლობდა ამ ინსტრუმენტს. მელიტონ ბალანჩივაძის ფოლკლორული ანსამბლი. და მე როგორც თარზე დამკვრელი ყოფილა ცნობილი, აი ისეთ ჩამონათვალში ყოფილა ბაბუა, როგორც თარზე დამკვრელი, რომ აი სულ რამდენიმე ადამიანი არის მათ შორის საქართველოში. და ეს იყო ზეიმი თბილისში, როდესაც ისედაც პოპულარული ადამიანი, ესეთი ადვოკატი და მოღვაწე, იცით, განაცხადა იმის შესახებ, რომ იმღერებს ოპერის სცენაზე. ლეონ კავალოს ჯამბაზებში კანიოს ურთულესი პარტია შეასრულა. აღფრთოვანებული რეცენზიები იყო, მაღალი შეფასება მიიღო მისმა შესრულებამ.
16 ივნისი იყო დედაჩემი 1933 წელს დაიბადა და როგორც ვიცი გადმოცემით ბებისაგან და დედასაგან ძალიან დიდი წვეულება იყო მაშინ გადაუხადეს დიდი დაბადების დღე ბევრი სტუმარი ყავდათ და როცა დაიშალა უკვე ხალხი საღამო ღამე იყო ღამის 2 თუ 3 საათი 37-ში უკვე 4 წლის რო გახდა დედაჩემი ზუსტად იმ დღეს 17 ივნისი რო უკვე თენდებოდა კარებზე გაისმა კაკუნის ხმა და ამ დროს როგორც ბები ყვებოდა უკვე მეტნაკლებად მივხვდით რა ხდებოდაო და ოსიკოც მაგ დროს წაიყვანეს გამთენიისას არ მეძინა მოვიდა მაკოსა და წავიდა მეგობართან მივდივარო და ხვალო მოვალო მეგობართან მივდივარო მალე მოვალო მეუნებოდა რომ გულს მიკაცებდა დედა ლადო მეუნებოდა მალე მოვალო მამაზე ჩემზე უმფროსი იყო და თავისთავად თავის მწამს არ შეიცვლიდა არავის თავს არ მოაჩვენებდა ტყულს არ იტყოვდა გაუტეხელი იყო ეს ხასიათია რომელმაც გააძლებინა იქ ყოფნა სადღაც ამოვიკითხე რომ ფორმალურად არ უდგებოდა არც ერთ საქმეს მებრძოლი იყო აქტიური ძალიან თავისუფლებისთვის მებრძოლი საქართველოს ავტონომიისთვის მებრძოლი. და ესეთი რუბრიკა არის მამულის შვილნი, აქ არის დაწერილი. ჩვენი ხატია სამშობლოს, სახატე მთელი ქვეყანა და რომ ვიწოდეთ, ვდნებოდეთ, არ შეგვიძლია ჩვენցგანა შეეწირა სამშობლოს. საქართველოს დამოუკიდებლობა, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. და აქ არის ხელის მოწერილი. იოსებ ალექსანდრეზე ბარათაშვილი. აი